მედიცინაში სულ უფრო აქტიურად ინერგება ახალი ტექნოლოგიები ოპერაციებისა თუ სხვადასხვა манипуляციის დროს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბერლინის გულსისხლძარღვთა ცენტრი, რომელმაც ახალი თაობის ქირურგიული რობოტებისთვის მზადება დაიწყო. ცენტრმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრამა ევროპაში, რომელიც გულის ოპერაციებს რობოტული ტექნოლოგიით, დავინჩის სისტემით ატარებს. რობოტის ხელები ადამიანის მაჯის მოძრაობას იმეორებს, ხოლო ქირურგები მას სპეციალური კონსოლიდან აკონტროლებენ. სისტემის სიზუსტის საჩვენებლად ისინი ხშირად იყენებენ დემონსტრაციასაც. ზოგიერთი პაციენტისთვის, რომლებსაც აქვთ სარქლის დაავადება ან კორონარული გულის დაავადება, ჩვენ ახლა შეგვიძლია ოპერაცია შევთავაზოთ მკერდის სრულად გახსნის გარეშე და ეს პაციენტებისთვის უპირატესობას წარმოადგენს, რადგან რეაბილიტაცია პროცედურის შემდეგ ბევრად გაუადვილდებათ. ეს არ არის ავტონომიური რობოტი, რომელიც რაიმე ნაბიჯს თვითონ ახორციელებს. უბრალოდ ის ეხმარება ექიმს და მისი მაჯის მოძრაობას, რომ манипуляცია უფრო ზუსტი იყოს. ამ ეტაპზე რობოტული აპარატი მხოლოდ 2 გერმანულ კლინიკაში გამოიყენება და ამ ტექნოლოგიით უკვე 260 ოპერაცია ჩატარდა, ხოლო სისტემის ახალი თაობის დანადგარების გამოშვება მომავალ წელს არის დაგეგმილი. მომავალ წელს ბაზარზე გამოვა მოწყობილობების ახალი თაობა, მნიშვნელოვნად უკეთესი, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ჩვენი პროგრამის შექმნა ძირითადად ემსახურება ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის მიღებისთვის მზადებას. ამიტომ ვდებთ ამ ძალისხმევას ახლა. ამ დროისთვის ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი რობოტული ქირურგიის პროგრამა ევროპაში. გულის ცენტრში ამბობენ, რომ ამ პროგრამით ისინი ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ემზადებიან. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალში არაერთ სიახლეს უნდა ველოდოთ, რაც სამედიცინო სფეროსთვის შეიძლება დიდ ნახტომად ჩაითვალოს.